მნიშვნელოვანი განვითარებისა და ზრდის წელი სწორედ ასე ფასდება 2025 კასლენდისთვის, უნიკალური სივრცისთვის, რომელიც სერვისების მრავალფეროვნებით სხვადასხვა სეგმენტის მოთხოვნებს პასუხობს, შედეგად კი ვიზიტორთა რაოდენობის მუდმივად მზარდი მაჩვენებელი აქვს და პოპულარობით სარგებლობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. 120 მილიონიანი საინვესტიციო ღირებულების პროექტის გეგმები 2026-წლიც მასშტაბურია, რა სიახლეებს უნდა ველოდოთ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშბაში, დაცულ ტერიტორიაზე და რა ეტაპზეა კასლენდის კასგრუპის კიდევ ერთი პროექტი, რომელიც თბილისის სატელევიზიო ანძის განვითარებას და ტურისტული თავშეყრის ობიექტად ქცევას ისახავს. მიზნად თემაზე ვრცლად ეკა თორდიასთან კასგრუპის გენერალურ დირექტორთან ვაგრძელებთ საუბარს. ქალბატონო ეკა, მოგესალმებით, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. საუბარი დავიწყოთ 2025 წლის შეჯამებით, რომელიც როგორც უკვე აღნიშნეთ, ძალიან მნიშვნელოვანი და შეიძლება ითქვას ერთგვარად გარდამტეხის კი იყო კასგრუპისთვის და კასლენდისთვის. რა იყო გამორჩეული, განსაკუთრებული აქცენტები რომ დავსვათ? მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. 2025 წელი საკმაოდ წარმატებული წელი იყო. ჩვენ ყოველწლიურად ვითარდებით, ვამატებთ ახალ სერვისებს და დიდი პოპულარობით სარგებლობს კასლენდი, როგორც ადგილობრივი, აგრეთვე საერთაშორისო ვიზიტორების მხრიდან. ჩვენ ვუმასპინძლეთ წელს 100,000-ზე მეტ ვიზიტორს. აქ იყვნენ როგორც ერთდღიანი, ასევე მრავალდღიანი დასვენების მსურველი ვიზიტორები, როგორც მოგიხსენებათ, ჩვენ გარდა დაცული ტერიტორიისა, სადაც ერთდღიანი ვიზიტი იყო შესაძლებელი, დავამატეთ ისეთი სივრცეები, როდესაც უკვე სტუმრებს შესაძლებლობა აქვს დარჩენ რამდენიმე დღით. წელს ჩვენ გავხსენით დიდი ატრაქციების პარკი და ევროპაში ყველაზე გრძელ ტრასაზე მოწყობილი კარტინგი ექსტრემის მსურველთათვის ძალიან საინტერესო გასართობი აღმოჩნდა. ჩვენ ყავდა საოჯახო დასვენების მიმართულებით ბევრი ადამიანი და მაის ტურიზმით საკმაოდ განვითარებული იყო ჩვენს ობიექტზე. ქალბატონო ეკა, ვიზიტორთა 70% სწორედ უცხოელები იყვნენ. უკვე წლის ბოლოს ასეთი სტატისტიკა გაქვთ. რას უკავშირებთ ასეთ მასშტაბურ ინტერესს და ასევე საინტერესოა, რომელი ქვეყნებიდან სტუმრობენ ყველაზე ხშირად და დივერსიფიცირების ნაწილში თქვენი სამიზნე ქვეყნები რომლებია უკვე 26-ში? წელს ჩვენთან აქტიურობდნენ ისრაელიდან სტუმრები და როგორც ერთდღიანი, ასევე სასტუმროში განთავსების კუთხით აქტიურობდნენ ისრაელის ქვეყნიდან, საქართველოდან, რუსეთიდან, არაბეთის ქვეყნებიდან. ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში ყავდა ძალიან მრავლად ინდოეთიდან და ჩინეთიდან სტუმრები. ძალიან საინტერესო ტენდენცია იკვეთება ასევე ვიზიტორთა ნაწილში. არასეზონურ პერიოდში ძალიან ბევრი ვიზიტორი სტუმრობთ, უფრო მეტიც კი ვიდრე სეზონზე. რას უკავშირებთ ამ ფაქტს, რას აკეთებს განსაკუთრებულ კასლენდი ისეც, რომ არასეზონზეც კი ვიზიტორთა რაოდენობა არის ასეთი მასშტაბური? გეთანხმებით, წინა წლებთან შედარებით არასეზონზე წელს 20%-ით თითქმის გაიზარდა ტურისტების რაოდენობა, რაც ალბათ განპირობებულია იმ ფაქტორით, რომ ყოველწლიურად, როგორც მოგახსენეთ, ვამატებთ სხვადასხვა სივრცეებს და კიდევ უფრო საინტერესო ხდება როგორც პასიური, ასევე აქტიური დასვენების მსურველთათვის ჩვენი ტერიტორია და რეზორტი. ასე რომ ჩვენ გეგმებიც გვაქვს, კიდევ ვითარდებით და დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო მეტი ვიზიტორი, ტურისტი და სტუმარი გვეყოლება კას რეზორტში. ბიზნეს ტურიზმის მიმართულება არის განვითარებული. შეიძლება ითქვას, რომ ერთგვარ პიონერები ხართ ამ ნაწილში და სერვისების ნაწილში, რასაც თქვენ სთავაზობთ ბიზნეს ტურიზმის მიმართულებით, არის უნიკალური. მოდით ცოტა უფრო მეტი ვისაუბროთ ამ ყველაფერზე. რა შეთავაზება არსებობს ამ პერიოდისათვის, როგორია უკავშირი და ასევე გეგმები ამ ნაწილში, როგორია. რამდენად არის ეს თქვენთვის ერთ-ერთი მთავარი ნიშური მიმართულება? ჩვენი რეზორტი განსხვავებულ გამოცდილებას თავაზობს ამ მიმართულებით სხვადასხვა ჯგუფებს, რადგან ჩვენ გვაქვს ბუნება უნიკალური და საოცარი ჩანჩქერებით და ამ კანიონით, რომელიც ხედები არის მართლაც შთამბეჭდავი, გვაქვს კვების ობიექტები და როგორც უკვე მოგახსენეთ, განთავსების საშუალებაც აძლევს სხვადასხვა ჯგუფებს დაინტერესდნენ ჩვენთან, გაატარონ გუნდური სხვადასხვა აქტივობები ჩაატარონ და ისე ამოვნონ როგორც
დასვენებით, აგრეთვე ბუნებაში უფრო სასიამოვნოა სხვადასხვა საქმიანი შეხვედრების ჩატარებაც და ეს განაპირობებს ინტერესის ზრდას ამ კუთხით. ერთდღიანი და მრავალდღიანი დასვენების შესაძლებლობა ახსენეთ. თქვენ მხარჯველუნარიანობის ნაწილში საინტერესოა ძირითადად ერთდღიანი ვიზიტორები არიან ადგილობრივები, შიდა ტურიზმის მიმართულება და მრავალდღიანი უკვე უცხოელები თუ ამ ნაწილში როგორია გადანაწილება? მაის ტურიზმის მიმართულებით კორპორატიული სეგმენტი ქართული ჯგუფები ძალიან აქტიურობენ, რაც შეეხება უცხოელებს, უფრო ყავს სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომლებიც რამდენიმე დღიანი დასვენების სურვილით მოგმართავენ და წელს სრული დატვირთულობა ჰქონდა ივლისი-აგვისტოს თვეში უცხოელი სეგმენტის მხრიდან, კერძოდ ებრაული ბაზარით იყო გაჯერებული ჩვენი ობიექტი წელს. თუმცა მომავალ წელს ვიმედოვნებთ, რომ სხვადასხვა ქვეყნებიც რა აკეთდება იმისათვის, რომ მოხდეს, ვთქვათ, დაინტერესება ვიზიტორების ცნობადობის ზრდა კონკრეტულად თქვენს ნაწილში. თორემ ქვეყნის ცნობადობის ზრდაზე რომ არაერთი მიმართულებით მიდის მუშაობა, ეს უკვე ვიცით და რა თქმა უნდა, კასლენდიც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რუკაზე. ჩვენ შევქმნით ახალი ტურისტული მიმართულება, ძალიან საინტერესო, დაცული ტერიტორია ყველასთვის საინტერესოა, ეს ბუნება, მასშტაბი და სილამაზე და ეს სხვადასხვა აქტივობები და სივრცეები, რომელსაც ჩვენ ვქნით და აი 26 წელს კიდევ ახალ დამატებით სივრცეს შევთავაზებთ საოჯახო დასვენების მსურველებს და უკვე რამდენიმე დღიანი დასვენების მიმართულებით ვფიქრობ, რომ საინტერესო იქნება. ჩვენს ატრაქციების პარკს დაემატება გიგანტური ბატუტების, როგორც წყლის, ასევე მშრალი ბატუტების პარკი. აგრეთვე ჩვენ ვამატებთ მოთხოვნიდან გამომდინარე 25 დამატებით კოტეჯს, ასე ვთქვათ, ცოტა განსხვავებული ვიზუალით და კონცეფციის და გარე საცურაო აუზსაც მოვაწყობთ როგორც უფროსებისთვის, აგრეთვე ბავშვებისთვის. ინვესტიცია 120 მილიონიანი, რომელსაც ვახსენებთ 2022 წლის შემდეგ, რაც უკვე კას გრუპი გამოჩნდა ბაზარზე. არაერთ ინფრასტრუქტურულ პროექტზე საუბრობთ თქვენ და გეგმებიც არის მასშტაბური. ეს მოცემულობა 120 მილიონიანი არის გაზრდილი? დიახ, ყოველწლიურად იზრდება ინვესტიციის მოცულობა პროექტების ზრდასთან ერთად და ვიმედოვნებთ, რომ კიდევ არაერთ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ როგორც საქართველოს მოსახლეობას, აგრეთვე სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ტურისტს. მასშტაბების და ბუნებრივია საჭიროებს სერვის, მაღალი ხარისხის და შესაბამისად მუშახელს. ხომ ესეა. საინტერესოა დასაქმებულთა რაოდენობა თქვენთან წლიდან წლამდე ზრდის რა მასშტაბს აჩვენებს, როგორც ვიცი, ადგილობრივები არიან დასაქმებულები, რაც არის რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე თუ გაქვთ 2026-ში გეგმები, რომ გაზარდოთ, ვთქვათ, დასაქმებულთა რაოდენობა თქვენთან. აქტიური ვაკანსიები თუ არის ხელმისაწვდომი? რა თქმა უნდა, ჩვენ მუდმივად ვათავსებთ ვაკანსიებს და მუდმივად ვამატებთ გუნდის წევრებს და ძალიან ვამაყობთ, რომ ჩვენი გუნდის წევრების 70% არიან ადგილობრივები. რაოდენობა უკვე 200 ადამიანს აჭარბებს და ეს ძალიან გვიხარია, რომ ესენი ძალიან ისე მოყვებიან ენთუზიაზმით, მონდომებით და პასუხისმგებლობით უდგებიან ამ საქმეს და ჩვენ ყოველწლიურად ხვეწთ სერვისებს და მომსახურებას. გარდა ამისა, ყოველწლიურად გვაქვს ტრენინგები და გადამზადება ხდება კადრების, რომ კიდევ უფრო უკეთესად მოვემსახუროთ ჩვენთან ჩამოსულ სტუმრებს. და კას გრუპის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი თბილისის ანძის, რომელზეც ჩვენს ეთერში ვისაუბრეთ გასულ წელს. მოდით კიდევ ერთხელ შევახსენოთ, ავუხსნათ ჩვენს მაყურებელს თუ რა მასშტაბის ინიციატივაზეა საუბარი, რომლის ღირებულება, როგორც ვიცი, არის 4 მილიონი, ხომ ასეა საინვესტიციო. რას გეგმავთ და ახლა რა ეტაპზე ხართ? როგორც მოგეხსენებათ, 25 წლის ბოლოსკენ ჩვენ უკვე მივიღეთ სამშენებლო ნებართვა და დავიწყეთ უკვე დეტალური პროექტის დამუშავება, სამშენებლო კომპანიის შერჩევა და 25 წლის ბოლოსთვის და უკვე წელს ჩვენ მოსამზადებელი ეტაპიც ჩავატარეთ, რაც მოიცავდა ტერიტორიის გასუფთავებას, ძველი შენობების დემონტაჟს, უკვე მოვაწყოთ
სამშენებლო ღობე უსაფრთხოების მიზნებისთვის, საინჟინრო კომუნიკაციებიც მოწყობილია უსაფრთხო ორგანიზებული მშენებლობისთვის. ამინდების გაუმჯობესებასთან ერთად უკვე დავიწყებთ რკინა-ბეტონის სამუშაოების წარმოებას. რა მნიშვნელობას ანიჭებთ და რა მასშტაბს ხედავთ გაზ გრუპის პორტფელში თბილისის ანძასთან მიმართებით დაგეგმილ სამუშაოებში და ასევე საინტერესოა თქვენი შეფასება და ხედვა როგორია თბილისის ტურისტულ რუკაზე, რამდენად მნიშვნელოვან ლოკაციად ჩაინიშნება უკვე მას შემდეგ რაც დასრულდება სამუშაოები. თბილისის სატელევიზიო ანძა ჩვენი დედაქალაქის სიმბოლოა. დარწმუნებული ვარ, ყველა ტურისტი, ვინც საქართველოში ჩამოვა, აუცილებლად ესტუმრება მოდერნიზებულ თბილისის ანძას. ჩვენ გვექნება ვიზიტორთა ცენტრი, საოცარი გადმოსახედი ხედებით ჩვენს ულამაზეს დედაქალაქზე და რესტორანი. გარდა იმისა, რომ აქ ბევრი სტუმარი გვეწვევა, დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს გახდება მარშრუტი თბილისი, ფუნიკულიური წალკა და უკვე ყველა ტურისტი, ვიზიტორი, საქმიანი თუ დასვენების მსურველი, რომელიც ჩამოვა საქართველოში, აუცილებლად მოინახულებს ჩვენს ობიექტებს და ამისთვის ჩვენც ვდებთ უდიდეს შრომას და დარწმუნებული ვარ ძალიან მალე და აქტიურად უკვე მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები. ხელშეკრულებით გვაქვს 2 წელი და თუ ამინდებმა შეგვიწყო ხელი, ვფიქრობთ უფრო მალეც შევძლებთ თბილისის სატელევიზიო ანძის გახსნას უკვე მოდერნიზებული სახით. და 28 წლიან მართვაში დარჩება თქვენთან, როგორც ვიცით, და შემდეგ უკვე გადაეცემა სახელმწიფოს. ხომ ასეა? ძალიან საინტერესოა ეს მოდელი. დიახ, როგორც წალკის კანიონზე გვაქვს გადმოცემული მართვისა და სარგებლობის უფლებით ტერიტორია, ასევე თბილისის სატელევიზიო ანძას ოპერირებისა და მართვის უფლებით გვექნება მშენებლობის ვადების გამოკლებით 25 წლის ვადით განვახორციელებთ ოპერირებას. და აუცილებლად მინდა გკითხოთ კაზ გრუპის ერთი კომპანიის ეკონომიკურ გავლენაზე ჩვენს ქვეყანაში, როგორც წალკაში, ასევე თბილისში და ასევე ამ ორი მიმართულების გარდა თუ იგეგმება ვთქვათ სხვა რომელიმე რეგიონის ათვისება. ძალიან დიდი წვლილი აქვს კაზ გრუპს, ვფიქრობ, ქვეყნის დასაქმების მიმართულებით და ასევე ტურიზმის განვითარების კუთხით. ჩვენი მიმართულება და ჩვენი პროექტები არის ინოვაციური, პასუხობს გლობალურ გამოწვევებს, ვასაქმებთ როგორც პირდაპირ, ასევე არაპირდაპირ ადამიანებს და ვქმნით განსაკუთრებულ ექსკლუზიურ და საინტერესო სერვისებს, მომსახურებებს და ძალიან დიდი სურვილი გვაქვს კიდევ უფრო მეტად სხვადასხვა მიმართულებით განვახორციელოთ ინვესტიციები და ამას ვაკეთებთ კიდევაც და დიდი იმედი მაქვს მომავალში კიდევ იქნება ჩვენი მხრიდან წარმოდგენილი საინტერესო პროექტები. და ქვეყნის საინტერესოდ პოზიციონირებაში, რა თქმა უნდა, ეს პროექტები ძალიან მნიშვნელოვან წვლილს თამაშობს უკვე საერთაშორისო ბაზრებზე და საერთაშორისო მასშტაბით. საჭიროებებზე და გამოწვევებზეც მინდა გკითხოთ, როდესაც ამ ხელ პროექტებს ხართ შეჭიდებული, ბუნებრივია, სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა, ბიუროკრატია ხომ არ გიშლით ხელს, რას ისურვებდით 2026-ში იმისათვის, რომ უფრო ნაყოფიერი იყოს თქვენი გეგმების განხორციელება? ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ წალკა და წალკის ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტი ძალიან გვიდგას გვერდში და ყოველთვის ყისიერად და ძალიან ორგანიზებულად ბიუროკრატიის გარეშე გვიწყობს ხელს, რომ ყველა მიმდინარე პრობლემები აღმოიფხვრას. ჩვენ როდესაც დავიწყეთ ინვესტიცია, არც მუდმივი წყალი იყო, არც გაზი იყო და ამ ყველაფერში ძალიან შეგვიწყო სახელმწიფომ ხელი. წელს გზის რეაბილიტაციაც განხორციელდა ძალიან მოკლე ვადებში და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მუნიციპალიტეტს ამისთვის. რაც შეეხება თბილისის სატელევიზიო ანძას, რა თქმა უნდა, როგორც სიმბოლო, უფრო მეტი ბიუროკრატიის გავლა მოგვიწია, რადგან თავისთავად შენობაც ისტორიულია და ესეთი განსაკუთრებული, მაგრამ
დარწმუნებული ვარ, ყველას სურვილი იყო და აქ ამ ხრივაც დიდი მხარდაჭერა მქონდა თბილისის მერიის მხრიდან, რომ განხორციელებულიყო პროექტი და ახლა უკვე ჩვენზეა ჯერ რომ მშენებლობა განვახორციელოთ ყველა წესის დაცვით და ამას აუცილებლად. 2 წელი არ არის დიდი დრო და მოკლედ სულმოუთმელას ველოდებით შეიძლება ითქვას იმ სიახლეს, რაც არის დაგეგმილი ანძასთან მიმართებით. კასლენდი და წალკის კანიონი კი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მონახულებადი ლოკაციაა ტურისტულ მარშრუტზე და ბევრისთვის საყვარელიც. ალბათ და სიახლეები, რა თქმა უნდა, იქაც არის ძალიან მისასალმებელი. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, თქვენ გეგმების გაზიარებისთვის, რა თქმა უნდა, გისურვებთ წარმატებას და სიახლეების კვალდაკვალ ჩვენთან გელოდებით. დიდი მადლობა, აუცილებლად გაგიზიარებთ ყველა სიახლეს. ეკა თორდია კას გრუპის გენერალური დირექტორი იყო ჩვენი სტუმარი და ვსაუბრობდით სწორედ კას გრუპის გეგმებზე და აქცენტირებულად კას ლენდის სიახლეებსა და ასევე თბილისის ანძის პროექტზე, რომელიც სულ მალე იხილავს დღის სინათლეს, რაც ერთის მხრივ ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, ტურისტული თვალსაზრისით და ასევე ალბათ დამეთანხმებით ემოციურად არის ძალიან მნიშვნელოვანი.